Ciao, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ სებამედის შესახებ. ერთხელ უკვე მაქვს ჩაწერილი სებამედის განხილვის ვიდეო, მაგრამ როგორც იცით, ძველ ვიდეოებს ვანახლებ და დღეს სებამედის ჯერია. სანამ პროდუქტებზე გადავალთ, გეტყვით, რომ მსგავსი ვიდეოები კარგი და ცუდი ბრენდების გარჩევას არ ემსახურება. აქ ყველანი ერთად ვცდილობთ მივეჩვიოთ სწორ შოპინგს, სანამ პროდუქტ შევიძენთ, განმოვაბრუნოთ შეფუთვა, წავიკითხოთ ინგრედიენტების სია, ვიცოდეთ, რას შეიცავს პროდუქტი, რაში ვიხდით თანხას, რომ მარკეტინგის და რეკლამის მსხვერპლი არ გავხდეთ. ვიცოდეთ, ხომ არ გვაქვს უკვე რაღაცა მსგავსი პროდუქტი ჩვენს თავისმოვლის რუტინაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ რაღაცა მსგავსი შეძენა, მაგრამ თუ ჩვენ აქ რაღაც პროდუქტი არ მოგვეწონება, თუმცა თქვენ იყენებთ, მოგწონთ და რაც მთავარია, სასრულ შედეგს ხედავთ, აუცილებლად გააგრძელებთ გამყრება. მე მათი გერმანული საიტი მაქვს გახსნილი, ნახე რაღაც საერთაშორისო გვერდიც, მაგრამ არც მე მგონი ის რაც ევროპაშია და ის რაც გერმანიაშია და გერმანულ ოფიციალურ საიტზეა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოშიც რეალურად ეგ პროდუქტებია, იმიტომ რომ საერთაშორისო საიტი შეიძლება გულისხმობდეს, რომ თქვათ ამერიკული ან სხვა კონტინენტების ბაზრებისთვისაც არის ეს პროდუქტები გათვლილი და შეიძლება არც იყოს საქართველოში, ამიტომ უფრო ევროპულ და გერმანულ ოფიციალურ საიტზე და აქაურ პროდუქტებზე დავრჩები, იმიტომ რომ წესით ესენი უნდა იყვნენ საქართველოში. და მოდით დავიწყოთ გამწვენდებით და პირველი გამწვენდი არის მათი cup გამწვენდი. შეფუთვაზე სიცითლეების საწინააღმდეგო cup-იო, მაგრამ არაფერი არ არის შიგნით სამწუხაროდ უშუალოდ სიცითლეებზე რომ იმოქმედოს. ჩვეულებრივი გამწვენდი cup-ია, pump cup-ის თავსახურით, ასე ვთქვათ, 150 მლ-იანი შეფუთვით. საშუალო სიძლიერის მსუბუქი და საშუალო სიძლიერის სულფატებია შიგნით და მეტი არაფერია. ანუ შესაძლოა გამაღაზიებლებს გარეშე, ალკოჰოლის გარეშე, პარფიუმის გარეშე, მაგრამ სხვა მეტი არაფერი არ არის შიგნით. ასუფთავებს კანს კაფის საშუალებით და საშუალო მსუბუქი სულფატების დახმარებით. სულ ეგ არის. ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ, მეტში არაფერი ისეთი არ იხდით, πως ეს სიცითლეები და ეს სპეციალურად ეს კანროზაცია უნდა გქონდეს და ეგზე, ანუ რაღაცა სიცითლეები აუცილებლად ლოყებზე რომ ეს გამწვენდი გამოვა. არაფერი მსგავს. ანტიბაქტერიული cup გამწმენდი, თამთა იყენებდა თინეიჯერობის პერიოდში, ცხიმიანობა და გამონაყარი როცა ქონდა ჰორმონალური და ძალიან მოეწონა, ძალიან მოუხდა და მას შემდეგ ყოველთვის უწევ ხოლმე ამ პროდუქტს რეკომენდაციას. არ ვიცი გერმანულ საიტზე რატო არა აქვს და საერთაშორისო საიტზე რატო აქვს მხოლოდ. საერთაშორისო საიტზე კიდე სხვა პროდუქტები აქვს. ესენი აქ არც მინახავს, არც ამათი რო გითხრათ და არც ვიცი აქედან გამომდინარე საქართველოშიც თუ იქნება, მაგრამ ეს cup-ი უნდა ვახსენო აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან კარგი cup-ია და თინეიჯერებისთვის განსაკუთრებით უწევ რეკომენდაციას მოჭარბებულ ცხიმიანობაზე, ჰორმონალურ აკნეზე, ძალიან კარგად და სასიამოვნო გამოსაყენებელი პროდუქტია და ეფექტური. შემდეგი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ძველმოდური პროდუქტია და ძალიან არასწორად გადმოცემს დღეს თანამედროვე კოსმეტიკაში, skin care-ში რა დანიშნულება აქვს მსგავს პროდუქტებს. Gesichtswasser-საც აწერია Z გერმანულად, იგივე არის ტონერი. ტონერის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვიცნობთ და ეს პროდუქტი აქვს როგორ დახასიათებული იცით, აი წმენდის შემდეგ ტონერი რო უნდა გამოიყენო სახის გასასუფთავებლად, ბამბის დისკით, რომ ჩამოიშორო თუ წმენდის შემდეგ რამე დაგვრჩა, აი ეგეთი პროდუქტი. როგორც სახის გამწმენდ წყალს, აი დაახლოებით მიცერალური წყლის ალტერნატივა, ოღონდ მაკიაჟის მოშორების გარეშე, მხოლოდ სახის გასასუფთავებლად, როცა ერთი გამწვენი საფეხური უკვე გამოიყენე. აი ეგეთი პროდუქტია. რაც მე ძალიან არ მომწონს, ძალიან ძველმოდური პროდუქტია და ძალიან არასწორად გადმოსცემს რა არის ტონერი. ჯერ ერთი ძალიან არასწორია, რომ თუ გამწმენდი უკვე გამოიყენე, სახეზე არაფერი არ უნდა გქონდეს დარჩენილი, რაც ტონერმა უნდა ჩამოგაშოროს. ესე იგი, გამწმენდი გაქვს გამოსაცვლელი. არ ფუნქციონირებს. თუ გამწმენდი თავის საქმეს ვერ აკეთებს, მაკიაჟს, ღიურ დაბინძურებას ვერ გაშორებს სახიდან და შემდეგ ტონერის იმედზე ხარ, რაღაცას არასწორად აკეთებ. ტონერი რჩება კანზე. კი ბატონო, პირველი საფეხურია სახის წმენდის შემდეგ და ამზადებს კანს. დანარჩენ პროდუქტების გამოსაყენებლად შრატი, აქტიური ინგრედიენტები, დამატენიანებელი. კი ბატონო, მაგრამ სახის წმენდის საშუალება არა. დაასრულეს სახის წმენდა ამ ტონერის გამოყენებით. აი ესე უწერეთ ზუსტად აღწერაში. არასწორია. ტონერის სახის გასაწმენდის საშუალება არ არის. ეს იყო მაშინ, როცა არ იყო წესიერი გამწმენდის საშუალებები და cold cream-ით იშორებდნენ მაკიაჟს და რჩებოდა სახეზე ეს ყველაფერი და საშხაპეში ვერ დადგებოდი და ჩამოიბანდი გემრიელად მაკიაჟს და ესეთი რაღაცები. ახლა მაგის ესაჭიროება არა. ეხა ისეთი ტონერებია, ისეთი ინგრედიენტებით, ისეთი აქტიური ინგრედიენტებით, ისეთი ფასები აქვს, ისეთი ფორმულაცია აქვს, ვინ გააფუჭებს ამ ტონერებს ეხა იმისთვის, რომ სახის წმენდის შემდეგ რამე ხوار დამრჩა სახის გასასუფთავებლად ბამბის დისკით და არა. დაიტან უკვე გასუფთავებულ კანზე, რაც შეიძლება ღრმად შეიწოვოს კანმა და დაატენიანოს, ჰიდრაცია მოგწეს და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერ ერთი იდეა პროდუქტის არ მომწონს, აქედან გამომდინარე და ინგრედიენტებიც არ მომწონს. მეორე უკვე ალკოჰოლია ინგრედიენტების სიაში, პარფიუმით საკმაოდ მაღლა, ანუ აი ზუსტად ეგაა, რომ აი თუ რამე ცხიმი დაგჭა, თუ რამე დაგჭა წმენდის შემდეგ, აი მოგაშოროს ბამბის დისკით სახიდან. და არა ის არაჩვეულებრივი თანამედროვე კარგი ტონერები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ.
ეს პროდუქტი სამწუხაროდ იქ არის. შემდეგი პროდუქტი არის შრატი, რომელსაც lifting შრატს ეძახიან, ანტიასაკობრივი lifting შრატი, 3 სხვადასხვა ზომის ჰიალურონის მჟავით. ჩვენ დღეს 10 და 11 და 18 სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის შრატების შესახებ ვსაუბრობთ. ამიტომ 3 სხვადასხვა ზომის მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავით სამწუხაროდ ვერავის ვეღარ გააკვირვებ, უკვე ეგ ძალიან მინიმალური რაღაცა არის. ამიტომ ძალიან მიყვარს ამ პროდუქტის ფასი. ოფიციალურ საიტზე აწერია 15 евро. 15 ევროსთვის არაფერი არ არის სამწუხაროდ შეგ. ძალიან ბაზისურის და ძალიან მინიმალისტური. ამ პროდუქტს ახლა შემიძლია წარმოვიდგინო, აი როგორც ისანას შრატებს აწერია 5 евро, 6 евро, მაგისთვის არაჩვეულებრივი იქნებოდა. ბაზისური, კარგი შრატი, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, არც პარფიუმი აქვს, არც ეთერზეთები, არც ალკოჰოლი, მგრძნობიარე კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, ალოე ვერას ექსტრაქტი აქვს, გლიცერინი, სხვადასხვა ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი, ალანტოინი. 5-6 евро თუ არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ჰიდრატორი შრატია, დილას საღამოს რუტინაში შეგიძლია გამოიყენო, მშრალ კანს ძალიან მოეწონება, ასაკოვან კანს ძალიან მოეწონება, ძალიან კარგი არჩევანია. არა 15 ევროთ. არ დავკვირვებივარ DM-ში თუ დევს ეს და რა ღირს, მაგრამ 15 евро ძალიან ძვირია. 15 ევროთ უკვე აქტიური ინგრედიენტებით და რაც როგორც ვთქვათ 10 და 12 სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავის და აზიური სენტელას და ესეთი რაღაცების შესახებ ვსაუბრობთ. ამიტომ ცუდი ინგრედიენტები არ აქვს, უბრალოდ ფას შეხედეთ. ძვირი არ ღირს. lifting-ს ვერაფერი ვერ აკეთებს. ჰიალურონის მჟავა lifting-ს ვერ აკეთებს. სახლის პირობებში ვერც ერთი კრემი lifting-ს ვერ აკეთებს. გამოიწვია. ფასს მანდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაგ მხრივ არ მოგწევდათ. ეგ მარკეტინგია. ცუდი ინგრედიენტები არ აქვს, დარწმუნებული ვარ ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი შრატი იქნება, უბრალოდ 15 евро არის ძვირი იმისთვის, რაც შიგნით არის. სულ 10 ინგრედიენტია, ყველა ჰიდრატორია, ყველას ეს დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ეფექტი ექნება, მაგრამ არაფერი არ არის შიგნით ისეთი, რაც ვაუ, ანტი-ეიჯინგი, ანტიასაკობრივი, lifting-ი და ეს რაღაცები. ჰიდრატორი ინგრედიენტების კომპლექსია. გელ ტექსტურის დამატენიანებელი კრემი აქვს ამ anti-aging ხაზიდან. 50 მილილიტრიანი შაქუთა, რომელსაც ასევე 15 евро აწერია. პარფიუმით არის გაითვალისწინეთ, ალკოჰოლი არ აქვს. ნიაცინამიდი, გლიცერინის ბაზისია, ჰიალურონის მჟავა, ეს 3 სხვადასხვა ტიპის ჰიალურონის მჟავა. C ვიტამინი აწერია შაქუთას, ამიტომ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ასკორბიო გლუკოსაიდია შიგნით, ანუ C ვიტამინის დერივატივი, შაქროვანი ფორმა, რომელიც საკმაოდ სტაბილურია და კანის ტონზე და ფერზე სხვადასხვა კარგად მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ენაქსი ეთანოლზე ქვემოთ არის ინგრედიენტების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ 1%-იც კი არ არის პროდუქტში C ვიტამინის ეს დერივატივი. ანუ არც კი ითვლება რეალურად. არის ჩამატებული ინგრედიენტების სიაში, იმიტომ რომ შეფუთვაზე ამ C ვიტამინის დაწერა შეცვალა. 100% მარკეტინგი და რეკლამა. ამიტომ 15 евро არ გადაიხადოთ იმ იდეით, თითქოს C ვიტამინის კრემს ყიდულობდით. სამწუხაროდ არ ყიდულობთ C ვიტამინის კრემს. არ იქნება ცუდი კრემი მხრივ, საკმაოდ ბაზისური დამატენიანებელი იქნება, კარგ ტენიანობას შემოგთავაზებ, რაღაცა საოცარ შიგნით არაფერი არ არის, მაგრამ კრემი იქნება და თავის ფუნქციას შეასრულებს. მე როგორც გითხარით, ახლა 15 евро სამასარავითარ შემთხვევაში არ დავაწერდი, ამასაც აი ისანას ფასებში ვხედავ, სადღაც 5-6 ოკეი კრემია, მაქსიმუმ 7 евро. 15 евро საიდან მოდის არ ვიცი. შეიძლება ეხლა მე როგორც ვთქვათ, ოფიციალურ სატისფასები ცოტა სხვა არის და მაგიტომ ხედავ თქვა შეიძლება ვთქვათ, რომ იცი რა, აფთიაქში ბევრად უფრო იაფია და კი ბატონო, მაშინ ღირს, მაგრამ არ ღირს იმისთვის, რომ როგორც C ვიტამინის კრემი შეიცინოთ. მაგას მეაქციეთ ძალიან გთხოვთ ყურადღება და არ მოტყევდეთ. ჩათვალეთ თუ არ არის შეგნით C ვიტამინი. მატირების ეფექტით დამატენიანებელი კრემი, აი ეს მესმის, ეს 50 მილილიტრიანი შეფუთვა, რომელსაც დაახლოებით 7.98 евро აწერია. აი ეს ფასი მესმის Sebamed-ის პროდუქტებზე. იქ რადგან anti-aging აწერია და C ვიტამინი დააწერეს, გააორმაგეს ფასი მაშინ, როცა შიგნით გაორმაგებული ფასისთვის არაფერი არ არის. აი ეს ფასი მესმის. პარფიუმი ცოტა ზემოთ არის ინგრედიენტების სიაში, ამიტომ მაგას მიაქციეთ ყურადღება, თუ ალერგიული რეაქცია მოგცათ, რომ იცოდეთ საიდან შეიძლება რომ მოდიოდეს. ალოე ვერას წვენი არის, წვენის ბაზისზე დამზადებული დამატენიანებელი არის, მოგეთ მეორე უკვე ინგრედიენტების სიაში ალოე ვერა, ნიაცინამიდს და ცინკ გლუკონაიდს შეიცავს, ანუ თუთის მარილოვან ფორმას, რომელსაც ზოგადად პრობლემურ კანზე, ფორებზე, ცხიმიანობაზე ხშირად იყენებენ ხოლმე მსგავს პროდუქტებში და ძალიან ეფექტურია. კოფეინით, ჰიალურონის მჟავით, ალანტოინი, პანთენოლი ძალიან კარგი ინგრედიენტების სია აქვს. ცხიმიან კანზე მე ვფიქრობ, რომ კარგი არჩევანი იქნება. ინგრედიენტებიდან გამომდინარე, ხა დღის განმავლობაში რამდენად რჩება კანზე მატად, მაგას ინგრედიენტებით რა თქმა უნდა ვერ გეტყვით. თუ გამოგიყენებიათ იმას და გაქვთ შედეგი, სიამოვნებით გაგვიზიარეთ კომენტარებში ინგრედიენტების მიხედვით. ცხიმიანი პრობლემური კანისთვის საკმაოდ კარგი არჩევანი იქნება და ეს ესეთი პროდუქტია, სადაც შემიძლია წარმოვიდგინო ფასით საიდან მოდის. შემდეგი პროდუქტი არის მათი anti-pickle gel, ანუ გამონაყარის საწინააღმდეგო გელი.
10 მილiliტრიანი შეფუთვა არის, პატარა შეფუთვა, ანუ ეს ადგილობრივი თერაპიის გელი. ანუ ადგილობრივად გამონაყარზე გამოსაყენებელი გელი, რომელიც დაახლოებით 7 ევრო ღირს. რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ანტიაკნეს ინგრედიენტები არ არის შეგნით გარდა ვიჩეიზელისა, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და ხშირად იყენებენ ხოლმე განსაკუთრებით ვიჩეიზელის ტონერებია. პოპულარული და თან ალკოჰოლია შეგნით მეორე ინგრედიენტი შეგნით უკვე ალკოჰოლია, რაც იმას ნიშნავს, როცა დაიტანთ ამ გამონაყარზე დაიხმარება თქვა გამოშვებას, რომ მალე გასუფთავდეს, ასე ვთქვათ, ფორები ბაქტერიისგან და ალაგდეს აკნე. სხვა რაღაცა სალიცილი, ცინამიდი, რასაც ვიცნობთ უფრო ესეთ ინგრედიენტებს აკნეზე სამკურნალოდ, ესეთ ინგრედიენტებს სამწუხაროდ არ არის შეგნით, თუმცა გვირილის ექსტრაქტი აქვს, ვიჩეიზელი როგორც გითხარით, ალანტოინი, ცოტა გლიცერინი, პარფიუმი არ ვიცი აკნეზე როგორ იქნებით, ეგ ინდივიდუალურია. ალკოჰოლი მესმის რატომას, რადგან თელს სახეზე გამოსაყენებელი პროდუქტი არ არის და კონკრეტულად აკნეზე უნდა დაიტანოთ. არ მგონია ეგ ალკოჰოლი დიდი პრობლემა იყოს, პირიქით ეგ შეასრულებს მთავარ საქმეს. და თუ ესე გაქვთ სახეზე დიდი გამონაყარი, ბიუჯეტურად ცუდი არჩევანი შეიძლება არ იყოს და დაეხმაროს მართლა აკნეს ალაგებას. უბრალოდ რაღაცა ისე განსაკუთრებულ აკნეს ინგრედიენტებს ვერ ხედავ შეგნით. ეგეც უნდა გითხრათ აუცილებლად ეს ვიჩეიზელი და ალკოჰოლი შეასრულებს რეალურად შემთხვევაში ეს საქმეს. შემდეგი დამატენიანებელი არის მათი კანის დამამშვიდებელი ომეგა 12%-იანი ომეგას შემცველობით სახის კრემი. ეს ცოტა უფრო ძვირია, ამ შემთხვევაში ეს ამას 13 ევრო აწერია 50 მილiliტრიან შეფუთვაზე, მაგრამ აქ უფრო მეტად იღებ თქვათ 13 ევროსთვის რაღაცას ვიდრე იმ ანტიასაკობრივ კრემში, იმიტომ რომ მზესუმზირის ზეთის ბაზისია დამზადებული, რომელიც ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავებით არის მდიდარი. აქედან მოდის ეს 12% ომეგა, რაც აწერია ზეთ. სეზამის ზეთია შიგნით, რაც ომეგა-10 ძალიან ძლიერი, ანუ სეზამის ზეთი და სეზამის ზეთი, გლიცერინი, ალკოჰოლის გარშეა პარფიუმი არის შიგნით, უფრო ქვემოთ ინგრედიენტების სიაში, ბენაქსეთან ელზე ქვემოთ, არ მგონია ზედმეტად შემაწუხებელი სუნი კონდეს. ზეთების სუნმა უფრო მარტივად გადაფაროს, მაგრამ ნუ ყველასთვის ინდივიდუალურია. რეალურად ძლიერად მშრალი კანისთვის შედეგს მოგცემთ, ეფექტს მოგცემთ. დაამშვიდებს, დაატენიანებს, დაარბილებს კანს. ცივი სეზონისთვის კარგი დამატენიანებელი იქნება, გამომშრალ კანზე კარგი დამატენიანებელი იქნება. მოცულობაც პატარა არ არის. ამ შემთხვევაში შემიძლია წარმოვიდგინო ეს 13 ევრო საიდან მოვიდა. ამას უფრო გირჩევთ, ნუ ზეთებია შევით გათვალისწინეთ ბევრი, რაც მას ნიშნავს, რომ უფრო მშრალი ასაკოვანი კანისთვის არის. ამას უფრო გირჩევდით და თან უფრო ბიუჯეტურიც არის, ვიდრე ეს anti-aging კრემი. ჩემი კანისთვის მე რო ძალიან მომწონს და ერთ ფავორიტი პროდუქტი არის ჩემი სევამედის ხაზიდან და ყოველთვის უწევ რეკომენდაციას არის მათი დამატენიანებელი 5%-იანი ურია შემცველობით. ორი სხვადასხვა ვერსია აქვს, გაითვალისწინეთ, აქაც ახლა ოფიციალურ საიტზე ორი სხვადასხვა ვერსიაა. ერთი პარფიუმით, ერთი პარფიუმის გარეშე. საქართველოში რომელია ზუსტად არ ვიცი. ზოგი მწერთ, რომ პარფიუმის გარეშე ვერსიაც გინახავთ, ზოგმა მომწერეთ, რომ მხოლოდ პარფიუმით ვერსია არის და იმ მეორეს ვერ პოულობთ. არ ვიცი მართალი გითხრათ როგორ არის ეგ ამბავი საქართველოში არასდროს არ შემიძლია ეს პროდუქტი 50 მილiliტრიანი შეფუთვა დაახლოებით 10 ევროა ოფიციალურ საიტზე ფასი რეალურად იღებთ 5% ურიას სხვა მეტ რაღაც ეს განსაკუთრებული არაფერი არ არის შეგ მაგრამ ძალიან კარგი დამატენიანებელია თუ გაქვთ მშრალი კანი, გამომშრალი კანი, უფრო გარდამავალი ცივი სეზონისთვის. ნუ თუ ძლიერად მშრალი კანი გაქვთ რეალურად საღამოს რუტინაში განსაკუთრებით უფრო ცხელ სეზონზე თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, იმიტომ რომ რაღაც ესეთი ბალზამის და სქელი ვაზელინის ტექსტურა საერთოდაც არ აქვს. მარტივად ნაწილდება კანზე, სწრაფად შეიწოვება. მე დამიტესტავს ეს ჩემს რუტინაში და ტექსტურასაც ვიცნობ. ძალიან სასიამოვნო კრემია, მარტივად ბაზისურად დამზადებული, საკმაოდ ბიუჯეტური. თუ ქავილი გაწუხებთ, სიმშრალე გაწუხებთ, სიცეცხლები გაწუხებთ, ძალიან მოგეწონებათ. დილას საღამოს რუტინაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აქტიური ინგრედიენტებთან, არ უნდა გაფრთხილდეთ ამასთან შეიძლება, იმასთან შეიძლება. მარტივად გამოსაყენებელი კრემია, 5% ურია არაჩვეულებრივი პროცენტული მაჩვენებელია. სახის მოვლის პროდუქტებს როცა ეხება საქმე, ძალიან მაღალ ურიას პროცენტულ მაჩვენებელზე ასვლა ისედაც არ მიყვარს. ვიტყოდი რომ 10% უკვე მაქსიმალური სხვარია, სახეზე ყოველდღიურად ან დღეში ორჯერ გამოსაყენებოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე ავდივართ, ურიას მე უკვე ამქერცლავი. თვისებები აქვს, მაგალითად, როცა გაუხეშებული ქუსლი გვაქვს, ქუსლის კრემებში არის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ურია. ესეთი მაღალი პროცენტი სახის კანისთვის ყოველდღიურად გამოსაყენებლად არ გვინდა, ამიტომ 5% არჩეულებრივია, კარგი ბალანსია, ასე ვთქვათ, და მე პარფიუმის გარშე ვერსია მაქვს გადასტილი და მომეწონა ბიუჯეტური, კარგი დამატენიანებელია, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ ყოველდღიურად დილა-საღამოს რუტინაში გამოიყენოთ. შემდეგი დამატენიანებელი არის მათი სიცითლების საწინააღმდეგო ხაზიდან, ესეც უფრო ძვირიანი პროდუქტია, ნუ სევამედის ხაზისთვის, 17 ევრო აწერია ოფიციალურ საიტზე და მოცულობა აქაც 50 მილiliტრია. ოღონდ აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ უფრო მეტი ინგრედიენტია რეალურად სიცითლეებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ეს მაინდამაინც ძველი პროდუქტი არ არის, ან შეფუთვა გამოცვალეს, არ ვიცი რამდენად არის საქართველოში როგორც უწერიათ 28 დღეში გაუმჯობესებას გრძნობთ, ხედავთ სიცითლეებზე, ანუ ეხმარება კანს დამშვიდებაში და ტემპერატურის დარეგულირებაში, რომ სიცითლეები არ გამოჩნდეს კანზე. ეს სიცითლეები შემდეგ შეიძლება პერმანენტულ სიცითლეებში გადავიდეს, როცა მეორდება და ეს
შემდეგ ლაქებს იწვევს. რა თქმა უნდა, რომ კანის ტემპერატურა რომ დაარეგულიროს, დაამშვიდოს და კანი არ გაღიზიანდეს. მაგისთვის სხვათა შორის ცუდი ინგრედიენტები არ არის. შეგნით პირველ რიგში შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა, რაც როზაციას და გაღიზიანებულ კანს როცა ეხება საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია აზიური სენტელას ექსტრაქტია პროდუქტს, რაც ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია და კანის დასამშვიდებლად არაჩვეულებრივია, E ვიტამინი, გლიცერინი, ალანტოინი. ალანტოინი არაჩვეულებრივად ამშვიდებს კანს, ძალიან კარგი ინგრედიენტია მსგავსი გაღიზიანებული კანისთვის. სხვა შუთინგ ინგრედიენტების კომპლექსი, რომელიც ასევე ტემპერატურასაც დაარეგულირებს კანზე. მე ვფიქრობ, ეს 28 დღე ზუსტად აქედან გამომდინარე აწერია. შეფუთოს, რა თქმა უნდა, დაიტესტოს ახლა ესე მსგავსი რაღაცა რომ გადაამოწმო ინგრედიენტებიდან გამომდინარე ეგეთი რაღაცის თქმა რთულია, მაგრამ აი აქაც იმ anti-aging კრემისგან განსხვავებით კიდე შემიძლია წარმოვიდგინოთ ფასი საიდან მოდის, რომ ინგრედიენტებიც უფრო მეტი იძლევა, ფურცელზეც უფრო მეტი ჩანს. იქ C ვიტამინი დააწერეს და წარმოვიდგინეს, რომ OK, C ვიტამინი და ფასი შეგვიძლია ამით გავამართლოთ, მასში როცა რეალურად არ არის შეგვიძლია. 2%-იანი E ვიტამინის კრემიც აქვთ, შვიდევროდ, ესეც ეს ემულსიის ტექსტურის დამატენიანებელი უფრო არის, რომ სუბუქი ტექსტურის დამატენიანებელია. E ვიტამინში ფულის გადახდა. E ვიტამინი ყველაფერშია. ბევრი იძახის E ვიტამინი. კი ბატონო, რომ ხედავ, კარგია თვალისთვის, მაგრამ დასაკუთრებული აფშე არ არის. ანუ აი ფორმულის შესავსებად რო გამოიყენებ და ბიუჯეტურია და ჯაყეში. გახობთ ესეთი რაღაც, ანუ რო არ აშავებს და რო ხედავ და თვალს უხარია. მშრალი კანის კიდევ ერთი დამატენიანებელი აქვთ, ფიტოსტეროლით, რომელიც ქოლესტეროლის მსგავსი მოლეკულა არის, მცენარეული, ზეთებშია ძირითადად ავოკადოს ზეთის ბაზისია დამზადებული ეს დამატენიანებელი და იქიდან გავდე, რაც ძალიან კარგი პროდუქტია გაღიზიანებული კანისთვის. ანთებითი პროცესის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ხშირად როგორც იცით და ასე ვთქვათ, კანის ბარიერის დასაცავად კარგი ინგრედიენტია. თუ გაქვთ დაზიანებული კანის ბარიერი, გამომშრალი კანი, ქავილი შეგრძნება, ბაზისური კარგი მარტივი დამატენიანებელი იქნება. უბრალოდ გაღიზიანებულ კანზე პარფიუმია შეგნით, ამიტომ ქვემოთ ინგრედიენტებს ეშა არ მგონია რომ შემაწუხებელი სუნი ქონდეს, მაგრამ მაინც როცა ასეთ გაღიზიანებულ დაზიანებულ კანის ბარიერზე საუბრობთ, ფრთხილად უნდა დატესტოთ სანამ მთელს სახეზე წაისმევთ პროდუქტს. ესეც მშრალი გამშრალი კანის დამატენიანებელი. მამაკაცებისთვის აქვთ aftershave ბალზამი, რაც სითითლების დასაცხრომად უნდა იყოს და გაღიზიანების მოსახსნელად. პარსვის შემდეგ გლიცერინის ბაზისზეა დამზადებული და გვირილის ექსტრაქტია შეგნით, რაც გვირილა ძალიან კარგია კანის დასამშვიდებლად და გაღიზიანების მოსახსნელად. ალკოჰოლის გარეშეა, aftershave-ის რაღაცები ძირითადად ალკოჰოლით არის და ძალიან მიხარია რომ ეს ალკოჰოლის გარეშეა. არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც aftershave-ის პროდუქტი იყოს, როგორც დამატენიანებელი, რასაც უყურებ ინგრედიენტების სიას. რეალურად ეგრეც შეიძლება გამოიყენოთ, შევა დღეში ორჯერ არ მოგინდოთ ახლა ამისი გამოყენება, მაგრამ თუნდაც დილის რუტინისთვის მე ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი არჩევანი როგორც დამატენიანებელი ისე რომ გამოიყენოთ. პარფიუმი აქვს შიგნით, ნუ ისე რაც ზეფობიც პროდუქტები, მამაკაცის პროდუქტი პარფიუმის გარეშე ხო, არც ექნებოდათ, მაგრამ ესე მალა რა ინგრედიენტების შეიძლება არ ხონდეს შემაწუხებელი. სუნი მოკეთ გლიცერინის და გვირილის ექსტრაქტზე დამზადებული ბალზამია, რა თქმა უნდა სპეციალურად მამაკაცებს. ესაცა ჩოლებო დამატენიანებელი რო გაეკეთებინათ, ხო რას ამბობ, სპეციალურად ხო აქვთ კიდე 10 თუ 12 სხვა დამატენიანებელი. ეს სპეციალურად aftershave და მამაკაცებისთვის და გლიცერინი და გვირილის ექსტრაქტია შეგნით. არაფერ გამორჩეული, მაგრამ ნუ აქაც ეს მარკეტინგის ამბავია რა თქმა უნდა. ბავშვებისთვის აქვთ კიდე სახის და სხეულის დამამშვიდებელი კრემი პანთენოლით, რომელიც საფუძვლად პარფიუმით არის, არ ვიცი, ბეიბის და kids ჩვილები და ბავშვები აწერია ზეთ. არ ვიცი ასეთ პროდუქტში მithumetes სახეზე როცა უწევთ რეკომენდაციას პარფიუმი რატო აქვს შეგნით. ძალიან უცნაურია, არ ვიცი, მე მგონი ამის ეს რაღაცები არ უნდა ეშლებოდეს, რაც არ უნდა სულუკი პარფიუმი იყოს. მithumetes ბეიბის თუ ჩვილებს თუ ახატავ და აწერზეთ მასე დროს პარფიუმს რომ უნდა მოერიდო, ეგ ხო ცხადია. პანთენოლი, ალანტოინი, გლიცერინი, შიის კარაქი, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებია. სახეზე არ ვიცი, ჩვილზე ალბათ არა, ბავშვისთვის სხეულზე განსაკუთრებით 75 მილიგრამის შეფუთვა სადღაც 8 евро ღირს. ცუდი არჩევანი არ არის სხვათა შორის. კარგი დამატენიანებელი ინგრედიენტებია, შეგნით ზამთრისთვის სხვათა შორის კარგი დამატენიანებელი იქნება, სხვა თუ არაფერი სხეულზე მაინც მოცულობთ ცოტა არ არის. სახეზე დატესტეთ და ძალიან ჩვილებისთვისაც მოდის თუ გამოიყენებთ. საკუთრებით რაზეც უნდა იმუშაოს ჩემი აზრით, სევამენტმა ეს არის მზის გადამცავები, ნამდვილად არ ეკადრება ევროპულ საფთიაქო ბრენდს მსგავსი მზის გადამცავების ქონა. ნამდვილად არ ეკადრება. ერთი ხაზი გამოდის რეალურად სულ SP30 და SP50 75 მილიგრამის შეფუთვა, ანუ განსაკუთრებით სახისთვის თვითონ როგორც წერია, მაგრამ სახის სხეული რეალურად ხშირად ესე შეხვდებით სხვა აფთიაქებში წარწერას, რომ ორივესთვის შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ნარევია ქიმიური და მინერალური ფილტრების, ძველი და ახალი ქიმიური ფილტრების ოქტოკრილინი აქვს შიგნით. Why? რატო უნდა კონდეს ევროპულ გერმანულ ბრენდს მზის გადამცავში ოქტოკრილინი? აი რატო?
არ epატიებათ. ტიტანიუმ დიოქსიდზე არ გითხოვთ ისე რომ განსაკუთრებით თეთრ კვალს ტოვებს, მაგრამ ნანო კი წერია. წესით არც უნდა იყოს პრობლემა, ფერს როცა ეხება, თეთრ კვალს როცა ეხება საქმე, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით მაგ ამბავზე, მაგრამ როგორც ვიცი, უმეტეს შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის. პარფიუმი აქვს, ქვემოთ ინგრედიენტების სიაში, ალკოჰოლის გარეშეა, დაცვას შემოგთავაზებთ, SPF 50, SPF 30, რაც აწერია, მაგას შემოგთავაზებთ ნამდვილად. ფილტრები ცუდი არ არის, დაცვას როცა ეხება, საქმე, არაფრით არ მესმის, აი ოქტოკერინს რა უნდა ეხლა. საერთაშორისო საიტზე კიდევ აქვთ lifting თვალის კრემი, ფასი არ ვიცი სამწუხაროდ აქ მხოლოდ გერმანული საიტისთვის წერია ფასი. ანუ ერთი საიტია, უბრალოდ უთითებ რეგიონს, ასე ვთქვათ, საერთაშორისოს რომ უთითებ, იქ ცოტა სხვა პროდუქტებს აგდებს, როგორც გითხარით და lifting თვალის კრემს აგდებს. ფასი არ ვიცი სამწუხაროდ მოცულობით 15 მილilitrია. საინტერესო ის არის, რომ სადღაც შუაში დაახლოებით საკუთარ მაღლა ინგრედიენტების ეს არის პარფიუმი. როდის მე დაიწყეს ამათმაც ახლა თვალის კრემების დამზადება პარფიუმით, არ ვიცი, აი სახის კრემები აქვს ესეთი ჩვეულებრივი, რომელიც შეგიძლია რომ თვალზე გამოიყენო. თუ უნაში არ არის ხოვება, რომ გრძნობი არის განისთვის და თვალისთვის და უფრო მორიდებით არის გაკეთებული, მაშინ რატო, მაშინ რა შევეხთებ უსს. მაგაც ავოკადოს ზეთია, არაფერი ისეთი რაც ვთქვათ დამადენიანებელში არ შეგვხვდება. პეპტიდების კომპლექსი კი აქვს. ეგ უნდა ვთქვათ აუცილებლად, ხშირად ვერ შევხვდები ზებამეთთან პროდუქტებში. ეგ ნამდვილად პლუსია, ნამდვილად გლიცერინით, ჰიალურონის მჟავით, გვირილის ექსტრაქტით. ცუდი ინგრედიენტები არ არის, უბრალოდ არ ვიცი, პარფიუმი წერია, მხოლოდ ეთერზეთები კიდე ცალკე ჩამოთვლილი არ არის, ანუ ისეთი მძიმე არ უნდა იყოს სუნს როცა ეხება, საკუთარ პენაქსიეთანელზე ზემოთ არის ეს პარფიუმი კიდე. ამიტომ ცოტა უცნაურია მაგ მხრივ, თან ფასს მიაქციეთ ყურადღება 15 მილილიტრის საკმაოდ ცოტა, საკმაოდ მალე დამთავრდება. მაგრამ ისე ინგრედიენტები, არ ვიცი ეს თუ არის საქართველოში საერთოდ, მაგრამ თუ გიფიქრიათ ამ პროდუქტის შეძენაზე და გაინტერესებთ, თუ პარფიუმს აქ ჩავთვლით, ინგრედიენტების სია საკმაოდ კარგი აქვს. თუ შეგხვდათ კიდევ ვინმე საქმე და შეიძლება დაგაინტერესოთ, Sebamed Pro ხაზი მინდა ვახსენო და განსაკუთრებით, ანუ როგორც იცით ერთ პროდუქტს რო გადახედავ, მე ინგრედიენტები მეორდება ხოლმე იმ ხაზიდან პროდუქტებში, შრატი მინდა მათი ვახსენო, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ამ ხაზთან დაკავშირებით. ეს არის ფერმენტირებული ინგრედიენტებით. იცით როგორ მიყვარს ფერმენტირებული ინგრედიენტები და ყოველთვის დიდი სიამოვნებით უწევ რეკომენდაციას. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ პენაქსიეთანოლი არის საკმაოდ მაღლა ინგრედიენტების სიაში, ანუ ეს 1%-იანი ზღვარი, ანუ ის კარგი ინგრედიენტები, რასაც ხედავთ. საკმაოდ მცირეა პროდუქტი, ანუ რეალურად აქ ეხა ამ შრატში იღებთ გლიცერინს, ფერმენტირებული ექსტრაქტების კომპლექსს და ეგ არის. ეს ჰიალურონის მჟავა, ცოტა რძემჟავა, კოფეინი, ესეთ რაღაცეები უკვე პენაქსიეთანოლზე ქვემოთ არის ინგრედიენტების სიაში, მაგრამ პარფიუმია. საკმაოდ მაღლა. ანუ რას ვამბობ, გასატესტად ცუდი არ იქნება სხვათა შორის, პრობიოტიკებისთვის ცუდი არჩევანი არ იქნება, მთავარია ძვირი არ ღირდეს. იმიტომ რომ რასაც უყურებ, საკმაოდ დაზოგილი აქვთ, საკმაოდ მარკეტინგზე მუშაობენ, ეს პრო და რაღაცა განსაკუთრებული და გამორჩეული თავიანთი ძირითადი ხაზისგან და ეს ამბები. ფასს მიაქციეთ ყურადღება, ცუდი შრატი არ არის, ცუდი ხაზი არ ჩანს, უბრალოდ ზვირს მაინც არ გადავიხდენი. პრობიოტიკები ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა 119 და 20 ევროზე არიან შრატის და დამადენიანებლისთვის. მაშინ მან კორეული ხაზიდან, კორეული ბრენდებიდან იპოვეთ უკვე პრობიოტიკებით კარგ ბრენდებთან კარგ არჩევანს. ამიტომ ვიცი რომ საფთიო ბრენდია, ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი, ბევრისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველს ონლაინ არ შეუძლია შეძენა, ამიტომ მაინც მინდა რომ ვახსენო, რომ თქვა ასეთ საინტერესო ინგრედიენტებითაც აქვთ არჩევანი და კარგი ხაზი, უბრალოდ ფასს მიაქციეთ ყურადღება, მარკეტინგის მსხვერპლი არ გახდეთ, იმიტომ რომ პროს რო ხედავ და ცოტა გამორჩეულ ბაზისური ძირითადი ხაზისგან. კი, აქ უკვე უფრო საინტერესო ინგრედიენტები შემოდის, მაგრამ ისე ძალიანაც არ ინდომებენ. უფრო მეტი შეუძლიათ. უფრო მეტი შეუძლიათ. როგორც გითხარით, ბევრი ესეთი ცოტა, ანუ energizing, vital და ანუ ცოტა ეს buzzwords, რასაც ეძახიან, ანუ ცოტა ეს მარკეტინგულ სიტყვებს იყენებენ ცოტა ხმამაღლა, ანუ ბაზის ჩვეულებრივ Sebamed-ის ხაზშიც კარგ დამატენიანებლებს იპოვით. სპეციალურ დამატენიანებლებისთვის ამ პრო ხაზში მაგისთვის არ გამოვიდოდი. თუ ეს უფრო ძვირი ღირს, არ ღირს მაგ მხრივ უფრო მეტის გარახტა. პრობიოტიკები არიან ერთადერთი ეხლა რაც დავინახე ამ პრო ხაზში, რაც ჩემთვის რეალურად სხვაობას იძლევა ძირითადი ხაზიდან. ამიტომ რამოდენიმე $დოლარი და ევრო კიდე შეიძლება, მაგრამ თუ უაზრო სხვაობაა ფასში, მე არ გადავიხდები, თქვენ უგეთიცეთ, თქვენ ფული როგორ უნდა დახარჯოთ. მე სხეულის მოვლის პროდუქტებიც მომწონს, განსაკუთრებით დასაბანი გელები, საკმაოდ სასიამოვნო დასაბანი ლოსიონები და გელები აქვთ სხეულისთვის, ბიუჯეტურად, მაგრამ ეფექტურები. რაღაც ახლა საოცარი Sol de Janeiro-ს პარფიუმით და არომატებით თქო, არა, მაგრამ თავის საქმეს რო კარგად შეასრულებს საშხაბეში, ეგეთი კარგი გამწმენდები აქვთ სხეულისთვის და ყოველთვის უწევ მაგათ რეკომენდაციას. სხვა მხრივ, სამწუხაროდ ესეთი გამორჩეული ანტიასაკობრივი ინგრედიენტები და ეს რაღაცები დიდად არ არის. სამწუხაროდ Sebamed და მიუხედავად იმისა, რომ anti-aging ხაზი
პოტენციალურად აქვს და სამი სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონია შიგნით და ჩვეულებრივი დამატენიანებელი ომეგა-12 თან რაღაცა 2-5% უფრო უკეთესია ვიდრე მაგათი ანტი-ეიჯინგ ხაზიდან დამატენიანებელი. ოკეი, ცოტა უფრო უნდა აუწყოს ზებამეტმა ფეხი თანამედროვე ბაზარს და თანამედროვე მომხმარებელს, იმიტომ რომ ეს რაღაცებს ამჩნევს უკვე მომხმარებელი. ეს რაღაცებს სერიულად უკვე აღარ წველდება, ამიტომ შეუძლიათ ნამდვილად შეუძლიათ ცოტა უფრო მეტად რომ მოინდომონ რა ვიცი. ძალიან კარგი, სანდო, ხარისხიანი, სააფთიაქო ევროპულ ბაზარზე წარმოებული ბრენდი შეუძლიათ იყვნენ, რომლებიც ეს ბიუჯეტურ ბრენდებს ძალიან კარგ კონკურენციას გაუწევდა. შამპუნები, სხეულის მოვლა, სახის მოვლა, აი, ნამდვილად შეუძლიათ და კარგი ბაზისიც აქვს. უბრალოდ ცოტა მეტი უნდა, აი, რა ვიცი, აი, ოქტოკრინეთი რო გაქვს ახლა მსისგან დავცავი. რატო? ცოტა მეტი უნდა მოინდომონ ჩემი აზრით. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს ძალიან არაუდარეული ვიდეო არ გამოვიდა და მაქსიმალურად ვისაუბრე ხაზების და პროდუქტების შესახებ. ისე რაც თქვენს კარგად იცნობთ, ზებამეც ახლა ესეთი ბრენდი არ ყოფილა რომ პირველად გაიგეთ და ახლა შემოვიდა ქართულ ბაზარზე და არ იცნობთ და რაღაცა, ამიტომ მე მგონი ძალიან ჩაღრმავებაც არ იყო საჭირო. გასული ვიდეოს, წინა ვიდეოს შემდეგ ველოდებოდი რომ ცოტა უფრო გაუმჯობესებული სიტუაცია დავხვდებოდა, მაგრამ დიდი ვერაფერი მოდით ასე ვთქვათ. მოკლედ, თუ სხვა განხილვის ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმიც შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგასწროთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!